ჩვენთან არის ღმერთი. დღეს უფალი პატიების შესახებ, მიტევების შესახებ გვასწავლიდა და სახარებიდან ამოვიკითხეთ ის იგავი, რომელიც უფალმა მოციქულებს მოუყვანა და მოციქულების სახით მან ასწავლა მთელ კაცობრიობას. მიტევება როგორი მნიშვნელოვანია და ასეთ რამეს ამბობს უფალი, რომ იყო მეფე, რომელმაც მოინდომა, რომ მევალეებისათვის მოეკითხა თავისი ვალი და ერთ-ერთ ძალიან ბევრი ემართა და რახან არ შეეძლო გადახდა ამ ვალისა, დასჯა ეკუთვნოდა, მაგრამ მან ითხოვა პატიება, მან მეფემ აპატია. რო გამოვიდა რაღაცა 100 დრახკანი ემართა სხვას, თვითონ 10,000 და ეგრევე მოსთხოვა პასუხი. იგაურად გადმოგცემს უფალი. და მას თხოვა, რომ მაპატიეო და გადაგიხდიო და არაფრით არ აპატია. და მოინდომა მისი დასჯა. ეს რო გაიგო მეფემ, სასტიკად დასაჯა ეს ადამიანი. მარადიულად დასაჯა და უთხრა, რომ მე თუ გაპატიე, შეწყო შეგეძლო გეპატიებინა. ეს არის სახერისი, ეს მეფე არის ღმერთი, ამის სახით არის გამოყვანილი და ის თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ ცოდვებს პატიობს, ნათლის ზღების დროს, ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს. ყველა ახსარებაში გულწრფელი სინანული წარმოთქმული მიეტევება ადამიანს. შეღაღადებს, შემიწყალე უფალო და შეგიწყალებს. და ადამიანი ყოველ დღე ცოდავს, მაინც ბიაბობენ, ყოველ დღე კი არაო, ყოველ საათს, ყოველ წუთს და ყოველ წამსო. უბედურია ის ადამიანი, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ცოდვების დანახვა. ეს ნიშანია იმისა, რომ ღმერთი ძალიან შორს არის ადამიანისგან. როგორ ვიგებთ, რომ ღმერთი ახლო ადამიანთან, მოხიბლული რო ადამიანი გამოცხადებები გვაქვს და 1000 სისულელეს ამბობენ. წმინდა მამებს ეშინოდათ გამოცხადებებისა და თუ ცოდვილად მიგაჩნია თავი, ეს ნიშნავს, რომ დიდ სიწმინდეს მიუახლოვდი ღმერთს. და ღმერთთან შედარებით ძალიან ცოდვილად გრძნობ თავს. როგორ დიდ განათლებულთან გაუნათლებლად გრძნობ თავს, დიდ სწავლულთან, ისევე როცა დიდ სიწმინდეს ღმერთს უახლოვდება ადამიანი, საშინლად ცოდვილად გრძნობს თავს. და ადამიანებს აქვს ჩვენ დავი დანაშაული, რა თქმა უნდა, და ჩვენ სხვა ადამიანისადმი გვაქვს დანაშაული, რა თქმა უნდა. მაგრამ უფალი ამბობს, რომ თუ მე გაპატიეთ თქვენი ცოდვები, თქვენც უნდა აპატიოთ მათ. გვაპატია და არ დაივიწყა უფალმა? დაივიწყა. რო ვთქვათ ხატოვნად, ცოდვის წიგნიდან წაიშალა ის ცოდვები, რომელიც ჩვენ ჩაგვიდენია, ოღონდ მაშინ წაიშლება თუ ჩვენ მოვინანიებთ და თუ ჩვენ სხვას ვაპატიებთ. თუ ადამიანს არ პატიობ, ეს რას ნიშნავს? რომ არ ჩვენ არ მეგეტევება. აი რა ადვილია ცხონება, უფალი გეუბნება. მიუტევე გულით ოღონდ და მოტრიალდები და ნაპატიები გუფლისაგან. ჩემ შვილს მიუტევე, რაც შეგცო და შენ და მე დააშავა და მე 10,000-ობით და 100,000-ობით ცოდვას მოგიტევე. როცა ადამიანი შეგცოდავსო, წმინდა პიენმენი ამბობს, შენ გულში ბილიკი ჩნდებაო, საიდანაც უამრავი ცოდვა შედის, აი მაგალითად გვაწყენინეს და რისხვა შემოდის ჩვენ გულში. იმ ადამიანის განკითხვა შემოდის, წყევა შემოდის, 1000 ფიქრები, წარმოსახვები, სიტყვერი, ბრძოლები შემოდის. ზიზღი შედის ადამიანში, განკითხვა შედის იმ ადამიანისა. და ბილიკი გაჩნდა გულში. იმან კი შეგვცოდა, მაგრამ ჩვენ გულში ბილიკი გაუჩნდა ცოდვებს. ეს ბილიკი მალე გადაკეტეთო და როგორ ვაპატიეთო, თორემ იმან ერთი შეგვცოდა შენ გულში უამრავი ცოდვა შემოაღწევსო, ამბობს პიმენიდი. ეს ადვილი არ არის, რა თქმა უნდა, პატიება, მაგრამ როცა გაიხსენებ შენ როგორ
უღალატე, შენ როგორ შესწოდე უფალს, მაშინ მოგინდება რომ სხვასაც საპატიო. ერთ-ერთი ადამიანი იოანე მოწყალის დროს არ პატიობდა სხვას და ვერაფრით ვერ გააგებინეს რომ უნდა ეპატიებინა. ოღონდ გულით ეგ ფარისევლობაა გარედნულად რო აპატიებდა გულში ისევ წყენა გაქვს. პატიება თუ დაივიწყე ის წყენა. თუ ვერ მოახერხეს ეგ არ გიპატიები. ვერც ივიწყებდა და ვერც პატიებდა, ხმამაღლამდე არ ვაპატიებო. ერთხელა წაიყვანა წირვა მაქვსო და დაესწარიო ეს დიდი მღვდელმთავარი უხრწნელი წევს ვენეციაშია მისი სარკოფაგი და მე მინახავს როგორ ჩაძინებული ადამიანი ისე წევს ეს დიდი მღვდელმთავარი საკვირველად მოწყალე. მისმა მოწყალებამ გახადა ის პატრიარქი და წირავდნენ და ერთი მედავითნე ყავდა და პატრიარქი იყო და მამაო ჩვენამდე რომ მივიდა ანიშნა გაჩუმებულიყო ეს კაციც აყვებოდა ხოლმე და მარტო ამას ათქმევინეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთო და მიხვდა რომ როგორც მე ვაპატიებ ისე მე მეპატიებაო და მე დაფიქრდა და თქვა მე თუ არ პატიებ ესე იგი უფალი ზურგს შემაქცევს რომ გავალ ამ ქვეყნიდან უფალიც მეტყვის არ გეპატია იმიტომ რომ შენ არ აპატიებ შენ თვითონ თხოვე ლოცვებში და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევ თანამდებობა საზოგადოდ ესია როგორ ჩვენ პატიობთ ცოდებს ისე გვეპატიება ჩვენ ცოდებს აი მაცხოვარმა კაცობრიობისთვის რა არ გააკეთა და ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლინება არის გოლგოთა ვინც პატიება არ იცის მას ქრისტიანობაზე არაფერი არ გაუგია და არც გოლგოთის მსხვერპლზე ადამიანს რო ცოდვები პატიებოდა და ღმერთს შერიგებოდა ჯვარზე ავიდა უფალი ჩვენი განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე ჯვარცმელებისთვის ლოცულობდა ჯვრიდან მიუტევეო რამე თუ არ იციან რას იქნანო ეხლა ვინმე ჯვარცმა კი არა რომ შეგვამთხვიოს რომელ ჯვარცმაზე და ნერწყვაზე და შოლტვაზე ეს უდიერად რომ მოგვექცეს ან ნორმალური სალამი არ გითხრას ან რამე უხეში სიტყვა გითხრათ ой შეგძულდება თავისი მოდგმით ეს ადამიანი და რამდენი უსიამოვნო ფიქრი გაგვივლის და სიტყვა მასზე უფალის ჯვარს აცვავდნენ და გამონახა გზა რომ ესენი გადაერჩინა მამას თხოვდა მიუტევეო არ იციან რას აკეთებენო ეხლა რომ ვინმე ჯვარზე გაგაგრა და რამდენი ყოფილა სიკვდილისი როგორ წევლიდნენ აგინებდნენ მათ დასჯას თხოვდნენ ღმერთს და მაცხოვარმა გვაჩვენა მიუტევეო აი ეს არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულზე უნდა გადიოდეს ადამიანის ცხოვრება ორი მთავარი მცნება არსებობს ვითომ სხვა მცნებებს იცავენ და მთავარი ავიწყდებათ ღმერთის სიყვარული და ადამიანის სიყვარული აი პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო და უფალმა სამჯერ კითხა გიყვარმეო უთხრა მიყვარხარ უფალო ანუ პეტრე მოციქულმა რატო უარყო უფალი ადამიანი იყო და ადამიანი უძლურება ჰქონდა შეეშინდა შიშმა გააკეთებინა ეს და მამები ამბობენ რომ სიყვარულიო ძლევს შიშსო როცა ვინმე გიყვარს იმისთვის სიკვდილზეც წახვალ არაფერს არ დაერიდება ადამიანი როცა უყვარს და პეტრე ვერ შეძლო აღიარება რომ ის ჩემი მოძღვარია მე მისი მოწაფე ვარ არ ვიცნობო უარყო უფალი მე მთელი ცხოვრება ტიროდა და თითოეული ჩვენთაგანიო მამები ამბობენ რამდენჯერ უარყოფთ უფალს რამდენჯერ ღალატობთ სოდვასთან ეშმაკთან წუთისოფელთან ჩვენ სურვილებთან რამდენჯერ დაადგა ფეხი უფლის სიტყვას ადამიანმა იმიტომ რომ არ უყვარს უფალი რო უყვარდეს მისას როგორ უარყოფდა არ გვიყვარს უფალი ღალატობთ უფალს აი მამები წერენ ნახეთ სახარებაში წერია უფალმა თქვა რომ გულის თქმითო ანუ ბილწის სურვილით შეხედოს მან უკვე იმრუშაო და როცა ადამიანმა იმრუშა ანუ მის გულში მოხდა ცვლილება ღმერთი განდევნა გულიდან და სიბილწე შეიყვანა
ეკლესიის ქრისტეს ღმერთის გარეშე და გარეთ აღმოჩნდა ადამიანი. უფალო შეგვინდა და შეგვიწყალე. ცოდვასთან ღალატობს ადამიანი და მივა უფალთან და ეუბნება მომიტევეო. და უფალი პატიობს. აი რო დათესავენ ხოლმე თესლს რო ჩააგდე, თუ ნაყოფი არ მოგწე რა ფასი აქვს იმის დათესვას და იმ თესლს. თუ ადამიანი მოვიდა შენთან და გეუბნება მაპატიო და არ პატიო, რა ფასია? ღმერთთან მიდიხარ მაპატიო და არ გაპატიოს? გულსადგენია რა, დაღუპვა რო არ გაპატიოს, არ წმედა. შენთვის სამყაროს დასასრულია რო არ გაპატიოს ღმერთმა. და შენთან მოვიდა მაპატიო, 100 დრახკანი მართებს შენი. შენ 10,000 დრახკანი, ანუ უამრავი ცოდვა. ამ ადამიანს რა უწოდავს ისეთი რა ჩვენ ღმერთის წინაშე. ჩვენი სიტყვით, ფიქრით და გულის თქმით და გულის წყრომით. ნებებით არის სავსე ადამიანი და ჯვარს აცავს უფალს ადამიანი და გეუბნება რომ გულით აპატიეო, სარეველას რო იღებ გარედან ხო არ აჭრი, მარტო ფესვიანთ უნდა ამოაგდო, გულიდან უნდა ამოიგდო ეს წყენა და უნდა დაივიწყო. შენსასაც დაივიწყებე. ხელით წერილი ცოდვათა წიგნიდან აღიხოცება ადამიანის. აი ეს უნდა გააკეთოს ადამიანი. იოსებმა, რომელიც ძმებმა გაყიდეს, ფარაონის მერე მეორე კაცი გახდა ეგვიპტეში და დიდება მის სახელს აპატია ამ წმინდა ადამიანმა იოსებმა. წმინდა სპირიდონს ერთხელ დიდი მწყემსთავარი იყო და ამ დროს საკუთარი ხელით ირჩენდა თავს. პირუტყვი ყავდა, ძროხა მოპარეს, ერთმა გლეხმა გაჭირვებული იყო და მან მეორე ძროხაც აჩუქა. კია დაწყდა, კი არ გაუწყდა, მეორე აჩუქა. მაგარი დის ცილი დასწამეს, რომ ბერის კელიასო ცეცხლი გაუჩინდა, ითმენდა. უფალმა რამდენი მოითმინა, მეც უნდა მოითმინო. ამონსაც წყევლიდან აგინებდა, ითმენდა. უფალმა მე მაპატია, რას ქვია მე არ ვაპატიო. პატიებით და სიყვარულით უნდა იცხოვროს ადამიანმა. როგორღაც ეს ერთი წუთი სოფელი უნდა გაატაროს პატიებითა და სიყვარულით. სიყვარულით ღმერთისა და სიყვარულით ადამიანისა შეგვაძლებინოს უფალმა ეს. და მთავარი რაც არის, რის შემდგომ შეძლეს მოციქულებმა, რომ გვაკუთხედი და საძირკველი გამხდარიყვნენ ეკლესიის მადლი მოიპოვეს სულიწმინდის. ვისაც სულიწმინდის მადლი არა იჯერ კიდევ ქრისტეს შვილად არ ითვლება. საბოლოოდ ადამიანი მიეკუთვნება ღმერთს, თუ მადლის ჭურჭელი გახდა ადამიანი და ვის მიეცა მადლი? მოციქულებს მიეცა, იმიტომ რომ უფალი ხედავდა მადლს, ისინი იყვნენ ამის მაძიებელი. მადლი უნდა ვეძებოთ. და რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, შესაძლებელი ხდება, უნარები ეძლევა მადლის საშუალებით ადამიანს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ მადლი სულისა მოიპოვოთ, ცხონდე და გადავრჩე და შეგვეძლოს მიტევება ცოდვათა. როგორც პირველ მოწამეს სტეფანეს ქვებით ქოლავდნენ, ძლივს მოიყარა მუხლი ჩაქოლილმა და შეევედრა აპატიეო, ნუ მიუთვლიო ჩემ ჩაქოლვას, ჩემ წამებას ცოდვათო, მიუტევეო. და მეორე სახარებაში წავიკითხეთ და ამი დაამთავრე უფალი ამოდი. იმის კი არ ნუ გეშინიათო, ვისაც ხორცის მოწყვეტა შეუძლია. ვისაც ხელმწიფება ადამიანის სული მარადიულ გეხენიაში ჩააგდოს, მარადიულ ტანჯვაში. თიშიში უნდა კონდეს ადამიანი. თვის მოშიშებით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. კიბის აღწერილი ამბობს, ეზოში რომ რაღაცის მოპარვა გინდაო ვიღაცის და იქ ავიძაღლიაო, ავიძაღლის შიშით ვეღარ შეხვალო, ეს გაიძულებს, რომ ცოდვა არ ჩაიდვინო, აი ესეთი ძრწოლა და შიში კონდესო, რომ უფალი არ დაკარგო, უფალი არ განარისხო და ცოდვას გაეკეცითო, ამ შიშმა უნდა გაიძულოსო, თვის დაკარგის შიშმა უნდა გაიძულოს, რომ აღარ ცოდო. და უფალი ამ მიუტევე და მიგეტევება. მე თუ გაპატია ამდენი ცოდვა, შენ საპატიო. თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავს, ესე იგი აი ოთახში რო ბნელა, იქ არაფერი არ ჩანს.
თუ მზის შუქმა შიანათა ნელ-ნელა ყველაფერი ცხადი ხდება. იქ მტვერია, იყრილია იქავრობა, სკამები გადაყირებულია, მაგი და არასწორია თუ რაც არის. ანუ მზე მშიანათ თუ ადამიანის გულში ჭეშმარიტი მზე ღმერთი შიანათებს, ღმერთს მიუახლოვდა, ძალიან ცოდვილად აინახავს თავის თავს. ის ადვილად შეძლებს სხვის პატიებას. აბა რატო ამბობენ? უფალო იესო ქრისტე ძეოხცავ შემიწყალე მეწოდილი. წმინდა მამები ამბობენ სასწაულმოქმედი. იმიტომ რომ ყველაზე წმინდასთან შედარებით მაინც უწმინდური ადამიანი. მაინც ცოდვილია, მაინც ნაკლოვანი ადამიანი. და ამიტომ ამ ცხოვრებაში თუ ვინმეს თქვენთვის უწყენინებია, თუ ვინმე მოვალია თქვენი სულიერად თქვათ, მიუტევეთ, რაც ვალი გაქვთ უფალიც გაპატიებთ თითოეულ თქვენთაგან. შეგვიწყალოს უფალმა დიდითა, წყალობითა, თვისითა და ახოცოს ცოდვანი ჩვენი, მიეტევოს ყველას, ვისაც ჩვენდამი რამე სიტყვა უთქვია, საქმე აღუსრულებია, ალალად მიუტევოს, გულწრფელად ვთქვათ, ხატებთან ვთქვათ, შეევედრე, მიუტევე ღმერთო და მობრუნდები თუ არა აღარც კი დაგჭირდება, მაპატიო გაპატიებს უფალი. ოღონდ გულით მიუტევეთ, გულით. ხეში თუ მატლია, ის იმან ხეს დაღუპავს, გულში თუ აქვს ადამიანს შური, რისხვა, განკითხვა და 1000 ცოდვა და უპატიებლობა, ეს ადამიანი დაიღუპება. ეს მატლი უნდა გავიყვანოთ გულიდან. ყველაზე დიდი ეს არის ცოდვა, რომელიც ყველაზე საშიშია. ღვთისა და ცოდვის გეშინოდეთო მანდი ამბობენ. ცოდვა არის ადამიანის დამღუპელი. ამიტომ თუ გვინდა ცოდვები ყველას აქვს, მოგვიტევოს უფალმა, ჩვენც მიუტევოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არწმუნ შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის მიძინების დიდი და დიდებული დღესწაული. საკვირველება მოხდა. კაცობრიობის დედა, ყველა დაბადებულის დედა რო შეჰნადრის, მაცხოვრის დედა, ღმერთის დედა, ვისაც ცა და მიწა და მთელი სამყარო ვერიტებს, მან დაიტია დიდმა სიწმინდემ ღვთისმშობელმა მარიამმა. აი მისი მარადისობაში გადაბრძანების დღე არის. ამ დღეს დიდი საკვირველებანი აღესრულა იერუსალიმში. საოცარი რამეები მოხდა იქ, საკვირველება დიდი. და ზეცაში კაცობრიობამ შეიძინა მეოხი და მლოცველი დაუძინებელი. ღვთისმშობელს თითოეულ თქვენთაგანი უყვარს. მისი ძისშვილები, მისი ძის კუთვნილება, ყველა დაბადებული უყვარს. ყველას გადარჩენაზე ზრუნავს ღვთისმშობელი და აი ამ მარადისობაში მის გადაბრძანებას ვზეიმობთ, რომ ღვთისმშობელი გახდა სერაფიმებზე და ქერუბიმებზე უპირატესი. ისედაც იყო, მაგრამ ხილულად ამაღლდა მათზე და მლოცველი არის სამყაროსათვის. ამიტომ 4 შაბათს ვილოცებ და 5 შაბათს იქნება დიდი ზეიმი და დიდი დღესწაული. ღმერთმა წყალობა გაგატანოთ, გაგახარო და უნარი მოგცეს საკუთარი ცოდვების დანახვისა, უნარი მოგცეს სინანულისა, რომ პატიება ვითხოვოთ, ისე ღამდება, რომ არ ვეუბნებით, შეგვინდე უფალო, გვაპატიე, რაც შეგცოდეთ დღეინდელ სამას დღესა. და მოგცეს უნარი, რომ სხვას ვაპატიოთ, რომ ჩვენც გვეპატიოს. სხვა თუ არაფერი ამის გამო მაინც, რომ ჩვენც გვეპატიოს, თუმცა სიყვარულის გამო უნდა პატიებდეს. რომ ადამიანი უნდა უყვარდეს, შეცდომილი. შეიძლება ადამიანი ჩავარდეს ცოდვაში, მაგრამ კი არ უნდა კრა ხელი, ჭაობში ხარ და ბარემ წარწყმდიო, არა. ბოლო ღერი რო იყოს, უნდა დაეჭიდო და ამოიყვანო ადამიანი. არც ერთი ადამიანის გაწირვა არ შეიძლება. რამდენი ნახე ოჯახის წევრებიც კი, აი ესე იქცევა, ისე იქცევა, ესე აკეთებს, ისე სადამდე შეიძლება შენ ხელ უნდა გაუწოდო. უფალი არასოდეს არ წაიღებს იმ ხელს, რომ შენ ჩაეჭიდო. შენ თუ კარს მიუხურავ, შენც მიგიხურავენ კარს. არ აპატიებ, არ გეპატიება. აპატიებ და გეპატიებ. თელ სამყაროს ეპატიოს და ყველა გადარჩეს ამ.
და საზედაპირიცვალე ქრისტე ღმერთო დაუჩვენე მოწაფეთა შენათა დიდება შენი ძალისა ებრმათისა და გამოგვიწმინე ჩვენ საწოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი მეოხებით ღვთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო დიდება შენათა და საზედაპირიცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალედვა მოწაფეთა შენათა დიდება შენი უჩვენე რათა რაჟამ სიხილო ჯვარცმა შენი გულისმახო ვითარებნება იგინებს ითად და სოფელსა უქადაგონ ვითარმეთ შეხა ჭეშმარიტა პირველება დიდებ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე დაპატიცემ ყოვლად პატიოს მისა გამისა შენი საფერისვალებასა ნიორესა შენესა Yeah.